ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა ოლიგარქის ქართულ ბანკსა და გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიას შორის დადებული სასესხო ხელშეკრულება. დოკუმენტში ხაზგასმითაა მითითებული, რომ ქართულ ბანკმა მიშეიმ გეითინგს 5 მილიონი ამერიკული დოლარის სესხის სახით გადასცა. ამ საქმეში არსებობს რამოდენიმე უტყუარი დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს, რომ საერთოდ არანაირ დანაშაულს აქ ადგილი არ ქონია და ვერც ექნებოდა. ერთ-ერთი მასეთი მტკიცებულება არის სასესხო ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა ბანკსა და ჩემს კომპანიას შორის. ამ ხელშეკრულებაში არის აღწერილი, რომ 5 მილიონი დოლარი გადაეცა ჩემს კომპანიას, ასევე მკაფიოდ არის განმარტებული, რომ ეს კომპანია არის ვალდებული ბანკთან, რომ დააბრუნოს ეს 5 მილიონი და 12% საკრედიტო სარგებელი. ხელშეკრულებაში რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს წავაწყდით. დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ მხარეებს შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. თუმცა არც ამ და არც სხვა ხელშეკრულებაში არაა ნახსენები ბიძინა ივანიშვილი როგორც ინვესტორი. მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც რაიმე სახით დაამტკიცებდა ივანიშვილის ამ ცრუ ბრალდებას. პროკურორი დგას და ურცხვად იტყუება, ფუჭს იტყვაობს ტელევიზორის წინ და სასამართლოში სხვათა შორის, თითქოს და ყველა მტკიცებულებები რაღაცას აჩვენებს. საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულების სათავეშივე ნათლად ჩანს, რომ ეს არა საინვესტიციო, არამედ საკრედიტო შეთანხმება. დოკუმენტს ხელს ქართულ ბანკის კომერციული დირექტორის ზურაბ გოგუას წარმომადგენელი აწერს. სწორედ გოგუა ამ სასესხო ხელშეკრულებაზე პასუხისგებელი პირი, რომლის დაკითხვაც დღეს სასამართლოში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ზურაბ გოგუას არ აქვს პასუხი მთავარ შეკითხვაზე. ქართულ ბანკსა და გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიას შორის გაფორმებული დოკუმენტი იყო თუ არა სასესხო ხელშეკრულება. ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა ქართულ ბანკსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის, ეს იყო თუ არა სასესხო ხელშეკრულება. ყველა ინფორმაცია მივაწოდე სასამართლოს, შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატს და მიიღებთ ინფორმაციას. სასესხო ხელშეკრულება გააფორმეთ თუ არა ბაჩიაშვილთან, ამას ვერ კარით. ყველა დოკუმენტი, რაც არის საქმეზე დართული, რა თქმა უნდა, ვადასტურებ, ყველა არის ლეგალური დოკუმენტი. შეგიძლიათ გაეცნოთ. და ამ დოკუმენტში სადმე წერია, რომ ინვესტიცია ის თუ ეს იყო უბრალოდ სასესხო ხელშეკრულება. რა უთხრა სასამართლოს ზურაბ გოგუამ. დახურული სხდომის დეტალები ფორმულას გიორგი ბაჩიაშვილმა უამბო. ირკვევა, რომ ქართულ ბანკის კომერციულმა დირექტორმა პროცესზე ორი დოკუმენტი წარადგინა. ერთი ქართულს, მეორე კი ეროვნული ბანკის ოფიციალური საბუთია. ნათია თურნავას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ ეროვნულმა ბანკმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგინა, რომ ქართულ ბანკს ბაჩიაშვილისთვის 5 მილიონი დოლარის სესხის სახით არ გადაუცია და ეს ოლიგარქის ინვესტიცია იყო. ეს არის დოკუმენტი, რომელიც 2023 წელს შექმნა ქალბატონმა ნათია თურნავამ ეროვნულ ბანკში, რომელშიც წერია, რომ მედიაში გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე, იმ დროს ანუ 2023 წელს მედიაში გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე, ეროვნული ბანკმა დაადგინა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ამ სესხში ინვესტორი. ეს არის საცოდაობა, რა დღეში არის ჩავარდნილი ივანიშვილი, რომ თავისი მანქანის ყველა ასეთ მარწუხს იყენებს, რომელიც მას გააჩნია, რომ როგორმე რამენერად შეყეროს ეს საქმე. ჩნდება კითხვა, რატომ დაეყრდნო ნათია თურნავა მედიაში გავრცელებულ და არა ბანკიდან გამოთხოვილ ინფორმაციას. ამაზე პასუხი მარტივია. თუკი ეროვნული ბანკი მტკიცებულებად სასესხო ხელშეკრულებას მიიღებდა, პროკურატურის ბრალდება გიორგი ბაჩიაშვილის მისამართით სრულიად გაქარწყლდებოდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით დაცვის მხარე სასამართლოში ნათია თურნავას დაკითხვას მოითხოვს. ინდივიდუალური აქტი არის, მაგრამ აქტის გამოცემის შინაარსი არის მსჯელობა, სადაც საუბარია სწორედ პროცესზე გამხდარ სადავო გარემოებაზე და მტკიცებით ფორმაში უწერია ეროვნულ ბანკს, მე არ ვიცი რის საფუძველზე, რომ ჩვენო საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით დავადგინეთო, რომ ეს იყო ბატონი ივანიშვილის ისა ინვესტიციაო და რანაირად შეიძლება არ დავკითხოთ ეხლა როგორ დაადგინა. თუ ეს დოკუმენტაცია გასაგებია, ეს ერთვება, ეს არის წესი.
პროკურორი გვიმტკიცებს, რომ სასესხო ხელშეკრულების გარდა საქმეშია კიდევ ორი მნიშვნელოვანი საბუთი, რომლითაც დასტურდება, რომ ივანიშვილი ნამდვილად ინვესტორია და ბაჩიაშვილის ქმედებებმა ის დააზარალა. პროკურორის თქმით, ერთ-ერთი ასეთი მტკიცებულება ეროვნული ბანკის დოკუმენტია. როგორც ჩანს, მიხეილ სადრაძე თურნავას მიერ ხელმოწერილ იმ საბუთზე საუბრობს, სადაც ეროვნული ბანკი ივანიშვილის ინვესტორობას მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს. ამ დოკუმენტებში როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან პირდაპირ არის დაფიქსირებული, რომ ეს თანხა რეალურად დაზარალებული ინვესტორის ინვესტიცია იყო. ციტირებას ვახდენ და ეს, ასე ვთქვათ, სხდომებთან დაკავშირებთან წერილობით მტკიცებულებიც გამოკვლეული იქნება და ბუნებრივია ამის მოსმენის შესაძლებლობა. სასესხო ხელშეკრულება არაფერს ნიშნავს ოლიგარქის ადვოკატისთვისაც. თეიმურაზ წიქვაძე პროკურატურის მსგავსად გვიმტკიცებს, რომ საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომლითაც ბაჩიაშვილის ბრალეულობა დასტურდება. აი ამ ხელშეკრულების შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ ბიძინა ივანიშვილი როგორ ითვლება ინვესტორად გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიაში? მე ჩვენ როგორც განვაცხადეთ, ეხლა დაგიდასტურებთ, რომ საქმეში გარდა მაგ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა არის უამრავი სხვა წერილობითი მტკიცებულება, რომელიც ჩვენ პოზიციას ადასტურებს, მათ შორის დღეს მოხდა მტკიცებულებების დამატებით წარმოდგენა, არის უზრუნველყოფის ხელშეკრულებები, მიმოწერები, მოწმეთა ჩვენებები და ასე შემდეგ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი ქართულ ბანკის დაჯარიმების შესახებ. ირკვევა, რომ ოლიგარქის ბანკმა ეროვნულ ბანკს ბაჩიაშვილის კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები დაუმალა. კონკრეტულად ის, რომ თითქოს დოკუმენტის სასესხოსთან ერთად საინვესტიციო შეთანხმებასაც მოიცავდა.